რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. პროჭორილელებს მე მგონი შეერთებული შტატების დროშების დიდი პარტია აქვთ ახლა შეკვეთილი და ზეიმობენ არიქა ტრამპს გრენლანდია დაავიწყდა და საქართველოზე გადმოერთო. რა ზეიმობენ კონკრეტულად? პირველი ტრამპის წერილს, რომელიც მოსწერა კობახიძის წერილის საპასუხოდ და მეორე კონფერენციას, რომელსაც დაესწრო მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში და რომელიც გამართა სახელმწიფო დეპარტამენტმა. თავარი დავიწყოთ ტრამპის წერილი. რას გვეუბნება კონკრეტულად ტრამპის წერილი? ტრამპის წერილი გვეუბნება, რომ ქოცებს აკლიათ ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკი ასე უყვარს მათ საყვარელ პრემიერ-მინისტრს. ზრდილობა, კულტურა და IQ. IQ რომ კონდეთ ელემენტარული, აუცილებლად ეცოდინებათ, რომ შეერთებულ შტატებს აქვთ ზრდილობა და კულტურა და აქვთ ტრადიციული დიპლომატიური სამსახური, რომლის ტრადიციაც არის მადლობის თქმა რაღაც წერილისთვის, რომელიც მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ან ვიღაცამ სახელმწიფო მდივანმა. მორჩა, მადლობა და არაფერი სხვა. კიდევ ერთხელ, ასეთი წერილი მიიღო მსოფლიოში ყველა ლიდერმა, ყველა სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირმა. ოღონდ არავის არ მოსულია თავში აზრად, გამოექვეყნებინა ეს წერილი და მით უმეტეს დაევალებინა თავისი ხელქვეითებისთვის, აიპებისთვის, სამინისტროების თანამშრომლებისთვის, ვიღაცეებისთვის მასობრივი შეკვეთილი ღლიცინი ამის გამო. წარმატებები ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა, ჩვენ და შეერთებული შტატები ერთად გავემარჯვებთ. ყოჩაღ, გულები, ლაიქები, არავის არ დაუვალებია ეს თავის ხელქვეითებისთვის, იმიტომ რომ ყველას ყოფნის IQ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, რუტინული წერილი. კოცების გარდა. ახლა რაც შეეხება შეერთებულ შტატებში გამართულ კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდა მაკა ბოჭორიშვილი. ეს კონფერენცია მიეძღვნა საერთაშორისო ტერორიზმის აღორძინების საფრთხეს. ოღონდ საერთაშორისო ტერორიზმი ამ შემთხვევაში ჰქვია მემარცხენე ტერორიზმს. ამბავი, რომელში ფეხის ჩაყოფასაც ქოცები ცდილობენ, ოღონდ ცდილობენ არასწორ ფეხსაცმელში, არასწორი მხრიდან ფეხის ჩაყოფას. და აი რატომ? ტრამპის მეორე ვადის, დღევანდელი ვადის დასაწყის გაგახსენებთ, როდესაც მისი მთავარი ყურადღება გადატანილი იყო ლათინურ ამერიკაზე. ტრამპი თავიდანვე ამბობდა, რომ ევროპას შედარებით ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა თავის წინამორბედებისგან განსხვავებით და თავარი ყურადღება შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა გადავიდოდა ლათინურ ამერიკაზე, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საფრთხე მისი აზრით ემუქრებოდა სწორედ ლათინური ამერიკიდან. მაგრამ გარდა იდეოლოგიისა არსებობს საფრთხე, რომელიც შეერთებულ შტატებს ფიზიკურად ემუქრება. ეს არის ნარკოტრაფიკი. ნარკოტრაფიკი, რომელიც ერთი მხრივ ძალიან დიდი ფულით ამარაგებს ლათინურ ამერიკულ რეჟიმებს და მეორე მხრივ ძალიან სერიოზულ ფიზიკურ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების მოქალაქეებს. ამიტომ ტრამპმა მოსulis დღიდანვე ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა ამ საქმეს. ლათინურ ამერიკაში დღეს მოქმედებს რამდენიმე მარქსისტული, კომუნისტური, როგორც ტრამპი ამბობს, რეჟიმი. ეს არის კუბა, ეს არის ვენესუელა, შეგვიძლია პრინციპში გამოვაკლოთ უკვე, ეს არის ნიკარაგუა. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს ტერორისტების სიაში, მემარცხენე ტერორისტების სიაში უკვე ჩაწერილი ყავთ სალვადორის, ურუგვაის და სხვადასხვა ქვეყნების ძალიან სერიოზული სამხედრო პოლიტიკური ჯგუფები. ასე რომ დიახ, შეერთებულ შტატებს ეს საფრთხე ემუქრება, შეერთებული შტატები ამ საფრთხეს გრძნობს და შეერთებული შტატების აი ამ კონკრეტული კონფერენციის ამოცანა იყო პირველ რიგში ლათინურ ამერიკული ტერორისტული და მარქსისტული ორგანიზაციებისა და რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ რეჟიმების წინააღმდეგ მსოფლიოს გაერთიანება. რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისინი თავს უწოდებენ ანტიკაპიტალისტებს, ანტიიმპერიალისტებს, კომუნისტებს თუ მარქსისტებს. ეგ ერთი და იგივეა. ერთი და იგივე შხამია თანასწორობისა და სამართლიანობის შეფუთვით. მათ სძულთ დასავლეთი, რადგან დასავლეთი დიდებულია. ისინი ცივილიზაციის მტრები არიან. ახლა კი უნდა ვნახოთ, რა ამოცანა აქვს ბორია ივანაშვილს, რა ამოცანა ჰქონდა მაკა ბოჭორიშვილს ამ კონფერენციაზე მონაწილეობით.
და კონკრეტულად რა თქვა მაკაბოჭორიშვილმა. სოფლიოში რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის ხშირად დემოკრატიის სახელით, თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ხომ გასაგებია რას ამბობს ახლა ბოჭორიშვილი? ხომ გასაგებია რას ეუბნება ბორია ივანაშვილი სამყაროს? ტრამპი შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხედ ასახელებს ახლა მემარცხენეებს, ულტრამემარცხენეებს, კომუნისტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბორია ივანაშვილმა მემარცხენე მემარჯვენე არის, განსხვავება საერთოდ არის. ბორია ივანაშვილისთვის საფრთხე არის ის, რაც საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს. და ასეთ საფრთხე არის ის ორგანიზაციები, ის ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია მათ შორის, რომელიც ითხოვს არჩევნებს, რომელიც ითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვას, რომელიც ითხოვს სამართლიან სასამართლოს, რომელიც ითხოვს კანონის უზენაესობას, რომელიც ითხოვს ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ყველაფერი იმას, რის აკრძალვასაც ბორია ივანაშვილი ცდილობს და რის აკრძალვაშიც უკვე პრაქტიკულად ბოლომდეა გასული. მკაფიოდ უნდა თქვათ, ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად უნდა დავიცვათ ამერიკელების სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების კონსტიტუციური თავისუფლებები. რამდენად შეესაბამება ეს ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანებს? ბორია ივანაშვილი დარწმუნებული ვარ ძალიან მალე დაინახავს თუ უკვე არ ხედავს. 2026 წლის ივნისში, ერთი თვის წინ, შეერთებული შტატების კონგრესში მოსმენისას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ძალიან არ უყვარს პროჭორილელებს, პირდაპირ მიმართა კითხვით მარკო რუბიოს და კითხა: ქართული ოცნება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება საქართველოში, ასე თქვა, რომელიც არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არის პროირანული და პროჩინური. და ამ ყველაფერზე მარკო რუბიომ ძალიან მოკლედ უთხრა: დიახ, თქვენ მართალი ხართ. დიახ, ყველაფერი ასეა. ესე იგი, მარკო რუბიომ იცის, ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნება არის პროჩინური, პროირანული, მიტაცებული აქვს ძალაუფლება და წარმოადგენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას საქართველოში. ამაში ყველაფერში მარკო რუბიო დაეთანხმა ჯო უილსონს. ახლა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს დავალებული აქვს, რომ 180 დღის ვადაში მოამზადოს სპეციალური მოხსენება, საიდუმლო მოხსენება რამდენად აქვს რუსულ და ჩინურ სპეცსამსახურებს შემოღწეული საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოს მმართველობაში და რამდენად სწორად იხარჯება შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში და უახლოესი 5 წლის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა, რა მიმართულებით უნდა წარმართოს თავისი დახმარება, თავისი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოხსენება შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარადგინოს 180 დღის ვადაში. უკვე ერთი თვე გავიდა, უკვე 150 დღის ვადაში. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ქართული პროპაგანდა, პროჭორილელების პროპაგანდა არის საუბრებს, არის ირანის ხაზი. იმიტომ რომ მთელი ამ იწილო-ბიწილოს, მთელი ამ მემარცხენეობის, მარქსისტობის და ასე შემდეგ საფრთხის უკან, რაც შეერთებულ შტატებს ემუქრება, შეერთებული შტატები ხედავს სწორედ ირანს, ჩინეთს და ირანს. მაგრამ ირანზე იყო განსაკუთრებული აქცენტი აი ამ კონკრეტულ კონფერენციაზე. და ეს აქცენტი გააკეთა პირადად მარკო რუბიო. პროირანული დაჯგუფებები სულ უფრო და უფრო ღრმა კავშირებს ამყარებენ მემარცხენე ბოევიკთა ჯგუფებთან მთელს მსოფლიოში. რატომ არის ირანის თემა ამდენად მნიშვნელოვანი ჩვენთვის? ჩვენთვის ირანის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართული ოცნების რეჟიმი პირდაპირ არის შეერთებული შტატების მიერ დადანაშაულებული ირანთან კავშირში. ყველა მიცის და შეერთებული შტატების კონგრესს აქვს ამაზე ნამსჯელი და რეზოლუცია აქვს უკვე მიღებული. ქართული ოცნების პირობებში საქართველოში ფუნქციონირებს 13,000-მდე ირანული ბიზნესი. ქართული ოცნების პირობებში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტების, მაგალითად ვიდეო დაკვირვებას, ვიდეო თვალთვალის სისტემებს ამონტაჟებენ ირანელები. და სად მიდის ეს მონაცემები? მარტო ირანში მიდის თუ რუსეთშიც მიდის, ჯერჯერობით კაცმა არ იცის. საქართველოში ბოლო წლებში ძალიან არის გაზრდილი ირანული ნავთობის იმპორტი. და ამ იმპორტის უკან ვიცით, რომ ყველა მიცის,
რომ დგას ირანის რევოლუციის გუშაგთა მცველების კორპუსი. საქართველოში უპრობლემოდ, მაგრამ ასევე ულიცენზიოდ ფუნქციონირებს მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ და სანქცირებულია იმისთვის, რომ ზრდის ტერორისტებს, ხელს უწყობს ტერორისტების აღზრდა განათლებას. ეს უნივერსიტეტი ფუნქციონირებს საქართველოს 3 ქალაქში. და ჩვენ ვნახეთ, რომ ხამენეის სიკვდილის შემდეგ ამ უნივერსიტეტის თაოსნობით და იმ მოლების თაოსნობით, რომელიც ამ უნივერსიტეტმა გაზარდა, საქართველოს ქალაქებში მოეწყო მსვლელობები, რომელიც ხოთაშორის არავინ არ დაარბია იმ ქართული ოპოზიციის მსვლელობებისგან განსხვავებით. საქართველოში აბსოლუტურად ნებადართულია და აბსოლუტურად უპრობლემოდ შეგიძლიათ იაროთ ხამენეის სურათით, სამაგეროდ თეთრი ფურცელი რომ გაიტანოთ ქუჩაში და თეთრი ფურცელი დაიჭიროთ, ამის გამო დაგიჭერეთ. შეერთებული შტატები დიახ ეძებს მოკავშირეებს იმ საფრთხეებთან საბრძოლოდ, რომელიც მას მიაჩნიან მისთვის ამერიკისთვის მნიშვნელოვნად. და დიახ, საქართველო თეორიულად შეიძლება მოკავშირეობა გასციოს. მაგრამ შეერთებული შტატები არც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოაცხადებს თავის მოკავშირედ და ვერ დაეყრდნობა რეჟიმს, რომელიც არის არადემოკრატიული, რომლის არსი პირდაპირ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას და შეერთებული შტატების არსს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ითანამშრომლებს რაღაცა რეჟიმთან, რაღაც შორეულ საქართველოში, რომელიც ანადგურებს საკუთარ ოპოზიციას, ფიზიკურად ანადგურებს ოპოზიციას, სისტემურად ანადგურებს ოპოზიციას. ვერავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს რეჟიმთან, რომელსაც არ ექნება განსხვავებული აზრის და განსხვავებული შეხედულებების მიღების უნარი. არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს რეჟიმთან, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ყავს. არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს რეჟიმთან, რომელსაც არ აქვს არჩევნები. არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს რეჟიმთან, რომელსაც არ აქვს სასამართლო. ეს ყველაფერი შეერთებული შტატებისთვის არის ინსტიტუციურად, ბუნებრივად უცხო. ამიტომ ბორია ივანაშვილს ნუ ექნება იმედი, რომ ერთი მაკაბოჭორიშვილის გაგულავებით შეერთებულ შტატებში რაიმე შეიცვლება. არა, მაკაბოჭორიშვილი ჩამოიტანს შეერთებული შტატების საბოლოო სიტყვას. რას ელოდებიან და რას ითხოვენ ბორია ივანაშვილისგან. რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.